ძალადობა ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი იქნება ის მომიტინგეების მხრიდან გამოვლენილი თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გამოვლენილი არის დაუშვებელი. ირანში ათასობით დაღუპული დემონსტრანტის ფონზე ქართული ოცნებისა და მისი სატელიტი ხალხის ძალის წევრები ძალადობას ორივე მხრიდან გმობენ. დეპუტატ მეკა სეფაშვილმა დღეს თქვა, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია. დავით მათიკაშვილმა კი ირანს მშვიდობა ირანის საზოგადოებას დამშვიდება უსურვა. ჩვენ რა თქმა უნდა შეშფოთებით უყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება, ჩვენ ირანს უსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას უსურვებთ დამშვიდებას და რა თქმა უნდა იმ ძალადობას და ძალმომრეობას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში, ამ ყველაფრის შეწყვეტას ვისურვებდით. ყველა პრობლემა და პრობლემატიკა უნდა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს, მოლაპარაკების გზით გადაწყდეს და რა თქმა უნდა ძალმომრეობა არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი ნებისმიერ იმ გამოვლენებაში, რასაც მთელი მსოფლიო საზოგადოება დღეს აკვირდება ჩვენს რეგიონში მყოფ ქვეყანასთან მიმართებით. ვერ ვისაუბრებ ირანელი ხალხის მაგივრად ირანში დარწმუნებული ვარ, რომ არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. მე ზოგადად ვსაუბრობ, რომ ირანელი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ვუსურვებ მათ ვითარების დასტაბილურებას და თუ როგორ მოხდება და რანაირად მიაღწევენ ვითარების დასტაბილურებას ისე რომ შეწყდეს ეს ხოცვა და იგივე მომიტინგეების მიმართ ცეცხლსროლი იარაღის გამოყენება თუ სხვა ტიპის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ორივე მხრიდან მომიტინგეების მხრიდანაც თუ აქვს ამას ადგილი მე ვუსურვებ ირანელ ხალხს რომ მათი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოხდეს ვითარების დასტაბილურება და ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების აღდგენა. ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გავრცელებია.